ესე იგი დავიწყოთ გადაღება წლევანდელი ბოსტნის გავეცნოთ 2026 წლის ბოსტნის ჩვენს ნატანჯს და ნაწვალებს ოჯახში რასაც ვაკეთებთ ესე იგი ხარახურალაგია მოგდეს ესე იგი რა ხდება ხალხო საერთო ჯამში გეუბნებით რომ მაისამდე ანუ მე გეუბნებით ჩვენ ახლა თბილისში ვიმყოფებით და ანუ თბილისში სადაც ყველაზე თბილი კლიმატია და ყველაზე კარგი ესე თქვა და სითფოა თუ კი სადმე თფება პირველი მე მგონი თბილისში და კახეთის რამდენიმე რაიონშია რა აქაც კი მოკლედ არ ღირს წვალებად ჩითილების დარგვა მაისამდე რა ცივა ღამე ცივა ძალიან დღეს შეიძლება დააჭიროს მზე მაგრამ ღამე ცივა ეს მოკლედ ჩვენ ეს არის გარდენიადან მოტანილი თესლი ხო აი ეს კიტრებიც და პამიდურებიც ესენი ძირითადად ხო ესენი ყველა ხარიგულა არის ხო გამზადებული ჩითილები და რაღაცები ზოგი მოვიტანეთ და ჩავრგეთ მე გაჩვენებთ ვიდეოში კიდე ჩარგულები მაგრამ აი ესენი გამოვიყვანეთ ოთახში ეს რა ერთი კვირა არის რაც გამოვიტანეთ მზეზე ანუ ჩითილების გამოყვანას თუ დაიწყებთ ჩვენ როდის დავიწყეთ მარტში დავიწყეთ ჩათესვა რამდენიმე ეტაპად დავთესეთ ზოგი ახლა ამოვა ზოგი ამოსულია მარტში ოღონდ როდესაც დათესავთ წინა წლებში რომ გავაკეთეთ გარეთ გაგვიფუჭდა რა ზოგადად სათფურში უნდა გამოიყვანოთ მაგრამ ხა სათფური ჯერ არა გვაქვს და ჯობია ესე იგი ოთახში გამოიყვანოთ იმიტომ რომ თუ ფანჯარაში ცოტა მზე მაინც შემოდის ხომ თლად უკეთესი იმიტომ რომ სახლის ტემპერატურაში უფრო ამოდის და გარეთ თუ ამოვა დღის შუქზე და რაღაც სითფოზე მე ღამე კვდება რა მცენარე რამდენიმე დღეში კვდება ამიტომ ძირითადად მთელი მარტი და აპრილის დასაწყისი გქონდა ეს ჩითილების გამოყვანის ან ცალ-ცალკე ამ პატარებში გქონდა და მე გადავიტანე დიდებში იმაში ოთახში გქონდა რა აი ამ პატარებში დავიწყეთ და მე დიდებში გადამოვიტანეთ გქონდა ოთახში მოწყობილი ეს ყველაფერი ანუ სითფო ჭირდება აი აქ ახლა გოგრის თესლიც არის ნაწილი დავთესეთ აქეთ დავხანით და ნაწილი დაითესა ნაწილი ეხლა დღეს დაითესება დღეს არის 22 აპრილი ხო შემდგომ ვიდეო რო იქნება ის ერთი კვირის წინ გადავიღე უბრალოდ შევაერთებ ახლა 22 აპრილია დღეს ერთი კვირის წინ გადავიღე შემდგომი ვიდეო რაც იქნება აი შეხედეთ ეს არის ხარიგულას თესლი გარდენიადან მოვიტანე იმიტომ რომ ხარიგულას თესლის გაყიდვა დაიწყო 1 მარტიდან რა შემჭამე შემემა წადი ჰა წავედი მოვიტანე მაგრამ კი გადავრგავთ მაგრამ მოკლედ თვითონ ჩითილების ყიდვას და მოტანას და ჩარგვას არანაირი აზრი არ აქვს თითქმის 80% მაინც კვდება რა სიცივეში ღამე სიცივეში აი აქ ჩავრგეთ ჩვენ ახლა და რა ხდება არც ვიცი ეხა ეს ჩვეულებრივი ჩითილებია მოგეთ თითქმის ყველა მოკვდა ერთი 5-6 ცალი გადარჩა ეხა ჯერჯერობით აი ესე აი ესე დგას რა შეიძლება ეს ახლა წამოვიდეს აი ესე შეიძლება წამოვიდეს აი ამიტომ ძალიან წვალება არის მაისამდე აი პირდაპირ ნიშნულობით მაისამდე ჩითილის არც კიტრის და არც პამიდურის ჩარგვას აზრი არ აქვს იმიტომ რომ ძალა მზისგან ჭირდება ძალა ანუ ძალა უნდა მისცეს მზის მწხუნვარებამ რომ ფეხზე წამოაყენოს რა ხო და აზრი არ აქვს ხანაერად რა აგერ მეორე პარტია კიდევ ჩითილების ეს მარტო მე გამოვიყვანე პირდაპირ ჩავთესე ესე იგი პირდაპირ ჩავთესე ამ პლასმასებში და ქოთნებში რა აი კიტრებია პამიდურებია ანუ ეს ხო კიტრი ეს პამიდორია რა თქმა უნდა მეცა მიმაახლოვო აი შეხედეთ ეს ხა კაი ჩითილი იქნება ეგრევე ეტყობა ეს კაია ესეც კაია ეს შემდგომი პარტიაა და ეხლა მოდის მორწყვა უნდა ხოლმე ეს შიგნით ქონდა და გარეთ გამოვიტანე ეს კაია ესეც კაია ეს კიტრი ხო არის მაგრამ ეს ხა რას იზავს აღარ ვიცი შეიძლება მოკვდეს იმიტომ რომ ღამის სიცივე აი აფუჭებს საწვალებელია მოკლედ რა ხო რაც შეეხება ნიადაგს აქ მაქვს არეული ჩვეულებრივ სამშენებლო ქვიშა სამშენებლო ხრეში ერთი ცემენტი არა მაქვს ყველაფერი სამშენებლო მაგარეული
ჩვეულებრივი მიწაა ჩემი ახლა რაც არის აქ ნაცარი ხრეში ქვიშა ყვავილების მიწა და კიდე რაღაცები მაქვს შერეული რა ქერქები და რაღაცები და გადავზილე და რო შეერება მე ბეტონივით ხდება ხოლმე მე მგონი საძირკველი უფრო ჩავასხი ვიდრე ის გავაკეთე არმატურა აკლია თორე თორე სახლი აშენდებოდა მოკლედ ხა შემდგომ ვიდეოში ნახავთ როგორ დავხანი და რა გავაკეთეთ ხო და ამის მე მაისში გადავიღებ ან ივნისის დასაწყისში გადავიღებ კიდე ერთ ვიდეოს და მე გაჩვენეთ 1-3-4 ვიდეო კიდე იქნება ან ამ ბოსტანს რა ბედი ეწევა რო ჩაირგვება როგორ წავა და რანაირად რა აბახე მოკლედ ესეთ სიტუაცია გვაქვს იქითაც ახლა ბალახი იცელება ბალახის ცელის ხმა არის პირველ რიგში ვიტყვი იმას რომ აი ესე იგი 100%-ით უწევ რეკომენდაციასო თუ როგორ იტყვიან მოკლედ გირჩევთ რა ეს არის ეგეთი ფირმა არის ქართული ფირმა არის ჭრელა აი ხედავთ ჭრელა აწერია ეს ტრაქტორები იყიდება სამგორის ბაზარში და იქ მიმდებარე ტერიტორიაზე და გაყოლებაზე მოკლედ ტექნიკის მაღაზიები არის ეს ქართული ფირმა ჭრელა ტექნიკა რაც არის ან ვუწევ რეკომენდაციას იმიტომ რომ 100%-ით საუკეთესოდ მუშაობს რა ძალიან მაგრად მუშაობს ეხლა აი დავხანი მოკლედ ძლივს ეღირსა ჩემ ბოსტანს 5 წლის მერე ანუ იქით ჩავთესე ეხლა გადახნულია ეხლა იმიტომ გადავწყვიტე გადაღება რომ მზე ჩადის თან და ახალ გადახნულზე მიწა შავა დაჩანს და ლამაზია კადრში რა და ხვალ რო გადავიღო ხვალ ვერაფერს ვერ გაიგებს ადამიანი ანუ სად არის გადახნული ვერ მიხვდება ეხლა შავი ფერია და ამიტომ ჩანს აქ ეხლა ბევრი დეტალი ისია რა მოკლედ ადრე აქ ვენახის ტალავერი ქონდა ბაბუაჩემს და ანუ წესით როგორც უნდა იყოს დაპროექტებული ყველაფერი ისე არ არის ეხლა იქ ლეღვები მაქვს გადაჭრილი და მოკლედ აი გადაკეთებული ბოსტანია რა ეხლა ეს გადაკეთდა ბოსტანს იმიტომ რომ აქ იყო ვენახის ტალავერი რა და ანუ ესე ვთქვათ როგორ უნდა იყოს ვიცი ყველაფერი თქვენ ჩემზე უკეთესად იცით მაგრამ ეხლა გადაკეთების პროცესი მიდის ხო მოკლედ აი აქ ქინძი დაუხრახუში აი ამ გაყოლებაზე აი იქ აი იმ ნაწილში და აი ამ ნაწილში ჩავთესე ქინძი დაუხრახუში და მშვენივრად ამოვა აქ ეხლა მე ჩითილები კინახეთ ახლა როგორც არის და რანაირადაც არის კინახეთ ჩითილები და კარგად რო წამოიჩიტება დავრგავ ჩითილებს კიტრს და პამიდორს მაგრამ მე ერთს კიდე გადავატარებ რა იმიტომ რომ ეს ადგილი დახნული თითქმის არ ყოფილა არასდროს დახნული რა მარტო ბარავდა ხოლმე ბაბუაჩემი ადრე ხო ეს ახალი ენერგებია ხო და მოკლედ აქ ესე იგი აი აქ ამ ტერიტორიებზე ის ძალიან ბევრი თუთა იყო ეხა აქაც რამდენიმე ტოტი დარჩა იმას მე დანარჩენ შემდეგ ზამთარში მოვჭრე და ძალიან დიდ შრდილს აძლევდა ეს ადგილი და იქით ადგილი კიდე რა მოგეთ გარშემო იყო ძალიან ბევრი ხე და რაღაცები გადავჭერი აი უაზრო დამოსული თუთები და შრდილს აძლევდა და ჩრდილი იყო და ანუ მე მოსავალი ისე კარგად აღარ მოდიოდა ხო და ეხლა უკვე უეჭველად მოვა იმიტომ რომ ისეთი ჩრდილი აღარ ექნება რა აქეთ ახლა სანამ დავხნავდი ბარით ამოვთხარე და უცებ ჩავრგე ორი პარტია პამიდრები და კიტრები სიცივეების გამო ნახევარი მოკვდა ნახევარი გადარჩა ახლა მოკლედ რა ანუ ეს ახლა ჩვენ ვართ თბილისის აგარაკებზე ვართ რა და თბილისთან ახლოს ვართ აგარაკებზე და ანუ ყველაზე კარგი ტემპერატურა არის თბილისში ანუ ყველაზე კარგი ჰავა არის თბილისში ანუ ყველაზე ადრე თბება თბილისში და ალბათ კახეთის კიდე რაღაც რეგიონებში რა რაიონებში ესე ვთქვათ რა მაგრამ ანუ აღდგომამდე მოკლედ არაფრის ჩარგვა არ ღირს ყველაფერი კვდება უნდა გქონდეს ოთახში ან სათბურში ჩითილები და აღდგომების მერე მოხდეს ჩარგვა რა იმიტომ რომ ფუჭი წვალება და ტანჯვა და შრომა ფუჭი შრომაა იმიტომ რომ გასაყიდად ბევრი რამე გამოაქვს მაგრამ ჩარგვას აზრი არ აქვს თუ წამოიღებ ჩითილს უნდა გქონდეს ქოთანში რა რამდენიმე დადგება ფეხზე ესენი ახლა არის ძირითადად ეს პამიდრის ჩითილები არის პამიდრის ჩითილები ყველა გარდენიას პამიდრის ჩითილებია და კიტრები სახში გამოყვანილია რა ხო და ზოგი მოკვდა ზოგი თავიდან ჩავრგე აი აქაც
ამ შვენივრად არის ხა ეს აი გარდენიადან მოვიტანე მარწყვები აი 5 ლარიანი და 3 ლარიანი მარწყვები რაც ხო აი 5 ლარიანი 2 ლარიანი მარწყვი უკვე ნაყოფი აქვს აი 1 2 3 ხო 1 2 3 ფოსტად 1 2 3 და მე-4 აი აქ არის აქ სატესტოდ ხახვები ჩავრგე ზამთარში და სტაფილოებია ესენი სტაფილოებია ანუ რეებს ჩალიჩობს ეს სტაფილო და როგორ მრავლდება არ ვიცი და ამიტომ ესეთი თემაა რა სატესტოდ აბა რა სიზავს მაინტერესებს მოგეთ აქ ქინძი და ოხრახში ჩაირგო და ქინძი და ოხრახში ჩაირგო და იქით ჯოხებით გავაკეთებ ცოტა ესე პირამიდასავით ჯოხებით შევკრავ ცოტა სხვა დიზაინი უნდა გამოვიყენო აქეთ და კიტრი და პამიდრები აქეთ უნდა გავუშვამ მთლიანად და არ დამავიწყდეს ყაბაყი მინდა ძალიან ეხა ჩემებს გოგრასაც მაგრამ გოგრა არ მევასება რა ყაბაყი მინდა ძალიან აი შემწვარი ყაბახი თუ ყაბაყი როგორც ქვია ეგენი უნდა გავუშვა მოგეთ ეს არის პირველი ეტაპი ვიდეოსი და ამიტომ ეს გაჩვენეთ რაც არის და ჩითილები ნახეთ როგორ მდგომარეობაშია და მეორე მესამე და შეიძლება მეოთხე ეტაპსაც ერთი 3-4 ვიდეოს კიდე გადავიღებ რა ესე თქვა 5 წლის თავზე 5 წლიანი ბოსტანში მუშაობის 5 წლის თავზე უკვე ასეთი ტიპის გამოცდილება დამიგროვდა ანუ რაც უფრო მეტი გამოცდილება გიგროვდება ნაკლებს წვალობდა უკვე იცი რა როგორ უნდა გააკეთო ზუსტად რა ერთადერთი უბრალოდ ჩემება დამაჩქარეს რომ ჩარგეო რა კიტრი პამიდრის ჩითილებიო მე არ მინდოდა ჩარგვა დამაჩქარეს ჩარგეო და ნუ კაი ჯანდაბას ახლა ნახევარი მაინც თუ გადარჩება მაგრამ აზრი არ აქვს რა აღდგომამდე აზრი არ აქვს ახლა აღდგომიდან 3 დღეა გასული დღეს რამდენი არის 15 აპრილია დღეს ხო და აი ახლა უნდა დაიწყო ჩარგვა იმიტომ რომ ცივა რა ანუ ისეთი სიცივეებია ღამე რომ კვდება ანუ მცენარე კვდება და რა გავაკეთო ვერ გავაგებინეთ ჩემებს და ახლა შემჭამეს აჰა ბატონო გაიცა და ახლა რო ვაჩვენე თავისი თვალით რო ნახეს ახლა გაიცას შემეშვებიან და დამაცდიან რომ ჩითილები გამოიყვანო და აღდგომას ჩავრგო მოკლედ ახლა ნაადრევად კი გვინდა და მინდა მაგრამ ნაადრევად უნდა იჩალიჩო სათფურში ნახოთ ახლა სათფურით თუ ვიყიდე მე იქაც გაჩვენებთ რა როგორი იქნება მე რა ვიცი გაისა ან შემოდგომაზე ან გაისა თუ მოახერხე პატარა სათფური რო ვიყიდო რომ ჩითილები მაინც გამოიყვანო და რავი 1-10 ძირი პამიდორი იქ თუ დამწიფდება შეუკეთებ შეშას და რაღაცა მთელი ამბები რა ეს ახლა ჭირდება იქ რაღაცა კუნძია დასაწვავი ლეღვი რო გადავჭერი უნდა ნაკვერჩხალი მივაყარო რა მაგიტომ მინთიან ცეცხლი ნაცარი მოვაპნიე მე ცოტა აი ეს ვიდეოებში რო არის ის წუნწუხი თუ რაღაცა აი ეგეც უნდა ვიჩალიჩო რა ეთი ბოჭკა დავითრიო ძველი ბოჭკა ჯართიდან რაღაცა და აი ეს წუნწუხს რო უძახენ ის ძალიან მაგარი ყოფილა ვიდეოში რო ქონდა გარდენიას ძალიან სოფელშიც იყენებენ და ძალიან უხდება თურმე რა აი ბალახებს რო ყრიან წყალში და რო იმჟავდება და ნაკელს და რაღაცებს და ხო ბალახი ნაკელი და რა ქვია იმას საფუარი რა პურის საფუარი შაყრიან და ესე იგი სასწაული ის გამოდის და იქ სოფელში ძალიან მაგრად მოყავთ მაგით კიტრი და პამიდორი რა ხოდა თელი ზამთარი კიტრი და პამიდორი არ მჭამია ფაქტობრივად ერთი ცალი პამიდორი ვიყიდე ზამთარში და ხა აქ სუფრაზე სადაც მოხვდი კი ბატონო მაგრამ ერთი ცალი ვიყიდე ხილბოსტანში ერთ თურქულ პამიდორში 5 ლარი გადავიხადე ერთი ცალ პამიდორში რა აი ხელა პამიდორში და ვერ გავიგე რა ხდება მართლა ზომბი აპოკალიფს რო ველოდებით კაცო ზომბი აპოკალიფსი შეიძლება რომ ზომბი აპოკალიფსამდე დაიწყოს როცა დაიწყება ზომბი აპოკალიფსი მე როცხო გვეყოფა ახლა და იქამდე რო ანუ ეხლა ზომბი აპოკალიფსა მე ზომბი აპოკალიფსი ახლა ორმაგად რა თგვინდა მაგრამ აი აღმოჩნდა რომ ეგრე აღმოჩნდა რომ ვარ ზომბი აპოკალიფსში იმიტომ რომ ამ ხელა პამიდორში 5 ლარს თუ გადაიხდი და ანუ საერთოდ აი მეთქი მატრიცაში გემოვნების რეცეპტორები გათიშეს ეთყობა, იმიტომ რომ გემოს საერთოდ არაფერს არ ქონდა. რაღაცა რეზინა ვღეჭე და ანუ რეზინა ვღეჭე და რაღაცა მუცელში რა ჩავიდა, არაფერი არ ჩასულა მუცელში რა. რეზინა ვღეჭე და მეთქი მსვამ ამ ზამთარში მე ფულს აღარ დავხარჯო, შანსი არ, აზრი არ აქვს. ხო და ხო ეს ყველაზე თავარი, ხო ეს ხარიგულა ვიდეოს თავში კი ვთქვი, მაგრამ ეს არის ხარიგულას ჩითილები. აქ ახლა რო შევავსებ, რაც დამაკლდება, მე ჩვეულებრივ ჩითილებს მოვიტან ბაზრიდან და ის რო დადგება ფეხზე და რაღაცა მოკლედ გადავიღებ
შემდეგ ვიდეოს გადავიღებ ივნისში რა, ივნისის დასაწყისში გადავიღებ. მანამდე აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ვიდეოში ანუ პატარა ჩითილები არ ჩანს რა. ივნისის დასაწყისში იქნება ან შუა რიცხვებში გააჩნია ხარ რომ გამოჩნდეს რამ გაიხარა, რამ არ გაიხარა, გამოჩნდეს და იქნა გამომდინარე მე გადავიღებ ივნისის შუა რიცხვებში მეორე ნაწილს და მე ერთი-ორი ნაწილს კიდე რა. და ძალიან მაინტერესებს ეს ხარიგულა რამ ხელაზე გაიზრდება, თვითონ ნაყოფი რამ ხელა იქნება. გემო მაინტერესებს, შარშან ნათესავთან გავსინჯეთ, ერთი ძირი ქონდა ჩარგული და ერთი თეფშის ხელა მოიტანა, იმ ხელა პამიდრები იყო. ხო და ადამიანმა ზაფხულზე მაინც ხო შეიძლება გაიხაროს არა და გემრიელად შეჭამოს რა ასე. კიტრი პამიდრის სალათა, იმიტომ რომ ზამთარში ვერაფერ სალათას გემო არა აქვს რა და. ხო და ეს საერთოდ სხვა დონეა რა, სახში მოყვანილი საერთოდ სხვა გემო და ის აქვს. ხო მოგეთ აქ ჩრდილი რაც იყო მოვსპე, ზედმეტი ჩრდილი რაც იყო და მოვსპე და ეს პატარა ენერგიები სანამ გაიზრდება, ამასობაში ვირიხეზია ვაკაცო. სანამ ის გაიზრდება, ამასობაში მე პენსიაში გავალ უკვე და მე რაღაცა იქნება, გადავიტან სხვა ადგილზე მე ბოსტანს რა. ასე რომ ეს პატარა ისინი არ შემიშლის. პირიქით, მცირე ჩრდილი კარგიც კი არის. ბოსტანში რა იმოძრავებს აქეთ კი ჩრდილი და ცოტა შეღავათი ექნება ნათესებს რა. ხო, ასეთი საკში ბროწეულები ხა ეს ბროწეული შეიძლება გადავიტანო. იქ ცელი მოვარტყეთ, კაინერგს ვაფშე გამიფუჭდა. არ ახშობ შემოდგომაზე ჩავრგავ მაგიერს, მაგრამ მან აღარც ჩავრგავ დაჟე გვერდებზე ჩავრგავ. მოკლედ ესეა რა, ივნისის ბოლოში, ივნისის დასაწყისში ან ივნისის შუაში ნახოთ როგორ იქნება წამოჩიტული უკვე ჩითილები რა და ნახოთ რა მდგომარეობაში იქნება ბოსტანი. აბა დროებით.